მე პირველ რიგში მინდა რომ შევერხო სინდისის პატიმრებს, ადვოკატები რასაც ამბობდნენ, ეს ყველაფერი დადასტურდა, რომ არ არსებობდა არავითარი მტკიცებულება და ეს ადამიანები გამოკეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ წვედა ეყვანა და რამენაირად ადამიანები შეეშინდებინათ, ამ ადამიანებმა გაიმარჯვეს, არ გატყდნენ და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არიან გამარჯვებულები, მაგრამ ჩვენ საზოგადოება ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ უკვე ქმედით ნაბიჯებზე და არა მხოლოდ არ უნდა ვიყოთ სოლიდარულები და ეს ქმედითი ნაბიჯები მხოლოდ უნდა იყოს რუსთაველზე, რადგან როდესაც მაგალითად გვდება სასამართლო, გვდება სისტემა, გვდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაშინ ხალხმა უნდა იყოს ძალაუფლება ხელშედეს კონსტიტუციითაც გარანტირებული არის და დაანონსებული არის, ჩემთვის როგორც ცნობილი არის 4 ოქტომბერს და ყველა 4 ოქტომბერს გარეთ უნდა იყოს, რომ რამენაირად სამართლიანობა აღვადგინოთ და ეს ბიჭები ჩვენი ხელით უნდა გამოვიყვანოთ საპრობილედან. რაც შეეხება ხა გუშინდელ ფაქტს, ხო? ლაშა, იქამდე მინდა რომ ვთქვა, აი ადვოკატების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ამ პროცესში, ის რა შრომას თქვენ გაწიეთ, მე აღნიშნე რომ მიიწურა ხა ერთ ინსტანციაში ეს პროცესები, ცხადდება ერთმანეთის მიყოლებით განაჩენები და მართლა წარმოუდგენელ შრომაზე არის ლაპარაკი ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ამ პროცესში იცავდა აღნიშნული ადამიანის უფლებებს, მათ შორის იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, ხო, რაც ხდებოდა მოწმეებთან დაკავშირებით და რაც ხდებოდა მტკიცებულებების ნაწილში. კი ბატონო, გისმენთ, აი რა ხდებოდა, გითხარით და ვინ ყვება კონკრეტულად აი ამ ძიმე ფაქტებზე და რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა, იმედის პროპაგანდა და სხვადასხვა ტელეარხების, რომელიც სინდისის პატიმრებზე ავრცელებდნენ, სხვადასხვა შორის ადვოკატება, მედიამ და ადამიანება დაკავებულა სინდისის პატიმრება ერთად დავამარცხეთ და ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები არიან გამარჯვებულები და ეს ადამიანები უკვე ჩვენი ხელით უნდა გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ სისტემამ ისინი გაწირა პატიმრობისგან. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ხო, სისტემას აი აქამდე უკვე აღვნიშნე, ხო, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ამდენჯერ ქალი გოგოები დაეკავებინათ, ამდენი გოგო ამდენჯერ ეძალადათ და ის მანკიერი პრაქტიკა, ხო, ევროპული სტანდარტით, ხო, წერია, რომ პირდაპირ, როდესაც მაგალითად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მექანიზმი დაათვალიერო ელექტრო სხვადასხვა მოწყობილობით, მაინც იყენებენ იმ საბჭოთა კავშირის მეთოდებს, იმ წამების მეთოდებს, როდესაც ამ ქალბატონებს აშიშულებენ და ეს არის შეურაცხყოფელი, ეს არის არაადამიანური მოპყრობა და ეს კიდევ ერთხელ უთითებს, რომ მათ არ აქვთ არც მორალი, არც არავითარი სხვა რაიმე ინტერესი არ აქვთ, ხოლოდ ასრულებენ დაკვეთებს და მე მინდა რომ პოლიციელებსაც მოუწოდო რა. ზუსტად ვიცი რომ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლა ემსახურებიან სახელმწიფოს, მართლა ემსახურებიან იდეას სამართლიანობის და გაემიჯნეთ ამ მოძალადეებს და აღარ შეასრულოთ ეს დავალებები, რომელიც მართალი გითხრათ ძალიან ცოტანი არიან. ხო, თქვენ თუ დააკვირდებით ხომ აქციებზე, სულ ერთი და იგივე პატრულის თანამშრომლები არიან, ხო? რაღაცა დაჯგუფება არის კასტა კრიმინალების, რომლებიც უკანონოდ აკავებენ ამ მოქალაქეებს. ხო, დღეს ახალ ხოდამცველმაც აღნიშნა, კარგია რომ გამოჩნდა, ხო? გუშინ ღამიდან ჩვენ ადვოკატები ვეძებდით დაკავებულებს და არავინ პასუხი არ გაგვცა. არავინ არ ვიცოდით სად იყო ესაც, ხო, ადვოკატის უფლებების შეზღუდვა და მით უმეტეს დაცვის უფლებების შეზღუდვა არის, ხო, რა აი ადამიანურ ენაზე მინდა რომ ახსნა, აი რა პრობლემა არის ადამიანი დააკავეს, ადვოკატი ეძებს, რომ უთხრას სად არის, ხო, მივა ადვოკატი ისა და უფლებებს დაიცავს, სხვადასხვა სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს და ასე შემდეგ. მადლობა თქვენ და თავარი არის, რომ მე ერთხელ კიდევ ვიტყვი რა, როცა სისტემა აღარ არის, როცა სისტემა ემორჩილება მხოლოდ ერთ ადამიანს, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანად. დიდი მადლობა ლაშა, დაგემშვიდობები, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში, მედროებით დაგემშვიდობებით, ჩვენ კიდევ შევხვდებით.